უცებ გაყინული ხელები ვიგრძენი, ლაცრემლიანი მზერა გამისწორა, აკანკალებული ხმით მითხრა. 23 წლის ნანოლიალები ოჯახი უნდა დავანგრიო. სწორედ ამ სიტყვებით იწყება ჩვენი ბრძოლა. ბრძოლა იმ შვილისთვის, რომელიც 23 წელია მხოლოდ ოცნებებში აჩქილად არსებობდა. ჩვენი ისტორია დაიწყო ერთმა კეთილმა ადამიანმა გაგვაცნო ერთმანეთი და ერთი კვირის შემდეგ ჩვენ შევქმნით ლამაზი ოჯახი. დავიწყეთ როგორც ყოველთვის ქორწინებით, ერთგულებით, როგორც ქართული ოჯახი. მიდიოდა თვეები, გადიოდა წლები, ცხოვრობდით შეხმატკივრებულად, მხოლოდ ერთი პრობლემა შეიქმნა ჩვენ ცხოვრებაში. გავიდა ერთი წელი, შედეგი არ ჰქონდა. დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რომ როგორც ყველა ოჯახს შვილი ჭირდება. რისთვის იქნება? ოჯახი იქნება ისთვის, რომ შვილი უნდა ჰყავდეს, გამრავლდეს უნდა. რომ ეს პრობლემა შეიქმნა ჩვენს ოჯახში. ერთი წლის შემდეგ უკვე გადავწყვიტეთ, რომ ამ პრობლემაზე გადავსულიყავით, დავიწყეთ ფიქრი. ზევის მოძებნა, ექიმების მოძებნა, ჯერ ქობულეთი, მერე ბათუმი, სადმეც. რაც თუ გამოჩნდებოდა, აი ყველგან დავდიოდი, რომ ყოლოდაშვილი და ბედნიერი დედა ვყოფილიყავით. ჩემს მეუღლებს რომ უყურებდი, ძალიან სხვანაირად ფიქრობდი მე შემდგომ. აცრემლიანებულ თვალებს რომ დავინახავდი. მე თუ რა იქნება მეც დედა რო ვიყო, მე თუ მომეცი საშუალება. ის ბედნიერება შვილი დავიჭირო ხელში, ვიცი რა, ძალიან ძნელი პერიოდები გამოვიარეთ კიდევ ერთხელ. რაც უფრო წლები გადიოდა, მით უფრო სხვანაირად ფიქრობდით რა, სხვანაირი ფიქრები გქონდა. მე ისეთი ადამიანი ვარ, რომ ჩემს ფიქრებს მაგალითად სხვას ვერ გავუმხელდით. ძალიან ბევრი დანჯვას გამოვიარე, ძალიან ბევრი ნერვიულობაც ჰქონდა, სტრესიც ჰქონდა, ძალიან ბევრ რამეზეც მიფიქრია. ისეთებზეც მიფიქრია, რომ დავანგრიო ოჯახი და წავიდე. ჩემთან ესეთ რამეს არ იტყოდა. ესეთ მაგრამ ფიქრობდა, თურმე ფიქრობდა, ჩემს გარეშე ფიქრობდა თურმე. 23 წელი გავიდა. 23 წელი ქალი ვიყავი, მაგრამ დედა არა. 23 წელი ვუყურებდი ბავშვებს ქუჩაში და ვითვლიდი, რამდენი წლის იქნებოდა ჩემი შვილი რომ ყოლოდა. ყოველ ახალ წელს სურვილს ვუთქვამდი, ერთხელ მაინც ჩამკიდოს პატარა ხელმა ხელი. ყოველ დილას ვიწყებდი იმედით და ვამთავრებდი იმედგაცრუებით. არასდროს დამავიწყდება, როგორ ვიღვიძებდი ღამით, ცრემლებით სავსე თვალებით. სიჩუმეში ცრემლი ყველაზე მეც ამბობდა. მიყურებდა ჩემი ქმარი ჩუმად, მაკვირდებოდა, მაგრამ არაფერს მეკითხებოდა. იცოდა, არაფერი იყო სათქმელი. ვერავინ გრძნობდა, როგორ მტკიოდა, როცა მეკითხებოდნენ, შვილი არ გყავს. ცხოვრობდი, მაგრამ რაღაც მენატრებოდა. სული მქონდა, მაგრამ სუნთქვა არ მყოფნიდა. ღმერთთან ყოველდღე მქონდა ერთი და იგივე დიალოგი. გთხოვ, ერთხელ მაინც ღირსად მყავი დედობის. ვიცი, ზოგისთვის ეს ჩვეულებრივია, მაგრამ ჩემთვის დედობა იყო მთელი სამყაროს ფლობა. მე ვოცნებობდი იმ წამზე, როცა პატარა ტერფი ჩემს მკერდზე პირველად დააბიჯებდა, როცა ის პირველად დედას დამიძახებდა. ასე გავიდა 23 წელი, გავიცანი უამრავი ექიმი, ჩაბნელდა ბევრი ოთახი, ჩაიფერფლა უამრავი იმედი, მაგრამ ერთხელ თითქოს ზეცა გაიხსნა და გზა გამოჩნდა. უმედი არ დაგვიგარგია, წმენა არ დაგვიგარგია. ერთ დღესაც შემოწმამ გადაწყვიტა რომ წასულიყო თურქეთში ოჯახთან ერთად. დავიდა თურქეთში სამუშაოდ ოჯახთან ერთად, გადის რაღაცა ერთი თვე, მირეკავს ტელეფონზე, გავიცანე ისეთი ადამიანი, ჩვენ ამ პრობლემაში დაგვეხმარება. გამომიგზავნე ყველაფერი, რაც თუ გაკეთებული აქვს მაგ. მეც რაც თუ გაკეთებული მქონდა 23 წლის განმავლობაში, ყველაფერი შევახროვე და გავუგზავნე. 10 დღის შემდეგ მირეკავენ რომ ჩამოხვიდე უნდა აუცილებლად. არის იმედები. არცაც გადავწყვიტეთ მე და ჩემმა მეუღლემ. ეს იყო ჩვენი ბოლო გზა. როგორც ხოვეთის წავედით იმედი. იმას არასოდეს დამიკარგა. ყველაფერი უკან ქონდა ჩამოთვლილი. აქ რაც გავაკეთეთ, რაც გადაგვდა, რაც ვინერვიულეთ. სულ ყველაფერი უკვე გვერდზე იყო გადადებული. აქ რაც გავაკეთე, იმაზე აღარ ფიქრობდი. უკვე ვფიქრობდით, იქ რა მოხდა. მეორე დღეს გადავედით კლინიკაში. 23 წლის მანძილზე, როცა ყველა კარი ჩემთვის შეღებისთანავე იკეტებოდა, ძალიან გამიჭირდა ისევ ახალი კარის შეღება. ყოველი იმედის მერე მოდიოდა დიდი იმედგაცრუება.
გულით დამიღალესლება, მაგრამ სურვილი დედობის ყოველდღე უფრო და უფრო მძაფრდებოდა. შვილის ყოლის სურვილი იმდენად ღრმად იყო ჩემში, რომ ისევ იმ ეკლებით სავსე გზას გავივლიდი. ოღონდ 1% შანსი მოეცა ვინმეს ჩემთვის. ახლა სანდრამედის კარებთან ვდგავარ და ვფიქრობ, ნუ თუ ამ კარს მიღმაციმედ გაცრუება და ტკივილი მელოდება. ჩემი დედობის ბრძოლის სურვილმა უკვე საზღვრებსაც გასცდა. შიში, იმედი, აცახცახებული სურვილი. არ ვიცი რატომ ვარ ასე. მე ხომ მივეჩვი ამდენ ტკივილს. მე ხომ მივეჩვიე ჩვენს უკან კარების დახურვის ხმას. რატომ მეშინია ახლა ყველაზე მეტად. ნუ თუ ეს ჩემი ბოლო იმედია. აქედანაც რომ გამიშვან, მაშინ რა უნდა ვქნა? დარჩა განა ჩემს მიერ შესახების სხვა კარი. იქ მოვიდა ჩვენი ოჯახის წევრია, ყოველთვის ასე იქნება. ჩემი შვილები ისე გაიზრდებიან, რომ არ დავიზღდებათ მისი სახელი. ჩვენი სანდრა, ჩვენი ლამაზი გოგო, რომელიც ძალიან მიყვარს და ვამაყობ დღესაც და ეს არის ჩემი უბედნიერესი ქალბატონი. გაცინებული სახით, როცა გვინახა მისი სიტყვები პირველი ეს იყო. აგენს შვილი როგორ არ უნდა ყავდეთ. მართლაც მივედით, სულ სხვა შეხვედრა იყო, ადამიანთან შევედით, პროფესორი ადამიანი იყო. ამას შვილს რო დაარიგებს ისე დაგვარი რა ყველა მისი სიტყვები არ მავიზღდება რა. არის ფიქრობ რომ ამ საქმეს გავაკეთეთ 100% შედეგი იქნება. როგორ ცხოვრობთ და ისე იცხოვრეთ რომ არ შეიძლება ამ საქმეში ნერვიულობა, აძაბულობა იყოს, არ შეიძლება. დავიწყეთ უნალობ. გავიცანეთ ყველა ექიმი, ექტანი, ძალიან ძლიერი ექიმები არიან, ძალიან ძლიერი. ნამდვილად პროფესიონალები არიან იქ და იმედის ჩამისახეს რომ შენ აუცილებლად დედა გახდებიო და ნამდვილად ამისულეს ეს ოცნება. მართლაც 6 თვე დაგვჭირდა უნალობა, 6 თვე დაჭირდა უნალობა. და მერვე თვეზე უკვე გადაწყდა ყველაფერი. უკვე მზად ვიყავი რომ მომამზადეს 8 თვის განმავლობაში ამ საქმეზე მუშაობდა თელს. 8 თვის განმავლობაში მუშაობდა ერთი ქალბატონი, რომელიც ძალიან რომ ემსახურებოდა და ამის ამაკს მე მგონი რა ვიცი ვერ გადავიხდი ვერასდროს და ათი შემდეგ დაგვიბარა ეს კლინიკაში. ან ემოციებს ვერ გამოვხატავ ისეთი სიხარულები შევედით კლინიკაში, მივედით იმედით, რა თქმა უნდა. ამდენი ტანჯვის და მოლოდინის შემდეგ როგორ იქნება ადამიანი? მიდიხარ იმედით, რომ რაღაცა შედეგი გვექნება. შეგვიყვანეს სისხლი აუღეთ, ველოდებით სადღაც 5 წუთში გამოვა პასუხი. მოვიყვანეთ აქ თიმურ გურგანის კლინიკაში. ერთ-ერთი წამყვანი პროფესორია მსოფლიოს დონეზე და მივენდეთ ბატონ თიმურს, ესე იგი ეკარო მოვიდა ჩემთან და მითხრა ერთი იყო, რომ ოჯახის დანგრევაზეც ვიფიქრე, იმიტომ რომ ჩემს გამო ჩემი მეუღლე უშვილო იყო. მთელი 6 თვე ეკატერინესთან ერთად ვიყავი. მოვიყვანი ამ კლინიკაში, საკუთარ თავზე ავიღე ეს ყველაფერი ღმერთი შეწევნით. არ ვიცი, ძალიან ნერვიულობ ამ წუთას, მთელი ღამე არ გვეძინა. იმედი კარგი პასუხი მოვა ეკა. აუცილებლად ეს 23 წელი მე ვერ შემილია. რამდენი გვალეში გომცეკა? აზრზე არ ხარ ამ წუთაში. მთელი საქართველო გვალეში გობს, მთელი საქართველო. ვიხრჩობი ისე ვარ. გენო. აღარ იქნა. ჩემი ძმა არის ეს, რასაც ეს არის ეკატერინეს მასი, რომელმაც მოიყვანა ეკატერინე ჩემამდე. ჩვენმა სანდრამ ჩართო ლაივი 100,000 ადამიანი გვიყურებდა იმ დროს, რომ რა უნდა გამოცხადებულიყო. შევედით ოთახში, ოჯახით და ველოდებით. მე ერთს ველოდი და ვინც რომ ექიმი იყო, თავარი ექიმი იყო, ის არ იყო აგენზე. ანკარაში იყო გასული და სანდრას დაურეკა და უთხრა რომ ლაივში ჩამრთეო, რომ მე უნდა უთხრა ეს. მართლაც სანდრამ ჩართო ლაივი და ვეკითხები ვინ არის მე და ეს ჩვენი პროფესორია. მან უნდა გამოგცესო სათქმელია დაძაბული ვიზივართ და უსმენთ ყველა რა უნდათ გილოცავთ. შედეგი მიღწეულია ეს მახსოვს. სხვა რა გვეღარ მახსოვს. იმ ოთახში ვინც თუ იყო, ყველა ტიროდა, ყველა ვიროდა, სასწაული ემოციები იყო, რა ვიცი. ყველა ტიროდა. სიხარულის წრემლებიც იყო, კაცდაც იყო, ყველაფერი იყო, მაგრამ ამ შედეგს მივახციეთ 23 წლის შემდეგ. არ უნდა დაგარქოს საერთოდ ადამიანმა ოჯახმა, არ უნდა დაგარქოს იმედი. ხელი არ უნდა ჩაიქნო, უნდა იბრძოლო. ხალი მაინც დაგეხმარება. უნდა იბრძოლო ბოლომდე. უკანა არ უნდა გადადო რამე. ყოველთვის უნდა იბრძოლო. და მართლაც მივახციეთ ამ შედეგს 23 წლის შემდეგ. ჩვენ ვიყავით პირველები იმ სავატყოფოში, რომ შევედით ამ კანაპოპიერების მხრივ და ჩვენი ლაივი 200,000 ნახველზე ავიდა 1 საათის შიგნით და
იმის შემდეგ წამოვიდა წყვილები. დღეს ნამდვილად ბედნიერი დედები არიან. მე ბედნიერი ადამიანი ვარ და ჩვენი ბედნიერი წყვილი ვართ, რომ ჩვენ ვიყავით პირველები იმ საავადმყოფოში და დღეს ასობით ადამიანი ბედნიერი წყვილია. და ფარხმალი არ დაყარო. თუ აქვს შესაძლებლობა, აი გაყიდო სახლის ცხოვრებაც, ქონებაც. ამაზე დიდი ბედნიერება არის, რომ შვილს რო დაიკარებ და მოეხმები. ეს დიდი ბედნიერება. როცა ვიყავი ერთ ადამიანის ოჯახში, თითქოს ის იყოს ჩემი ექიმი. ექიმი არ იყო, მაგრამ ჩემი ძალიან ახლობელია დღესაც და დაში არ მარჩევ ამ ხალბატონს. მის გვერდით რო ვიყავი, და დაცული. გონია მეორე ექიმი იყო ჩემი. 4 თვე ვიყავი მასთან. ნამდვილად ვიტყვი, რომ არც ჭამა, არც სმა, არც წამალი, არც წასვლა, არც მოსვლა ამ ხალბატონს ჩემთვის არ დაუზარებია. ყოველთვის აი ეკა რა გტკივა, წაგიყვანო დღეს? აი ნამდვილად რომ ახაროს მის სამ შვილთან ერთად. სულ ბედნიერი დედა ყოფილიყო. როგორც ახლა მე ბედნიერი ვარ და მაბედნიერებს აი ორი ლამაზი ქალბატონი, აი ისე იყოს მის შვილებთან. რო დავიწყო მე მგონი ვერ გავჩერდები აი მისთვის კარგის თქმას. აი ესეთი ქალია და ესეთი ქალბატონია, რა ვიცი, კარგი დედის გაზრდილი, რომელიც ძალიან მიყვარს მისი დედაც. ძალიან ბევრი რამე გამიკეთა იმ ქალბატონმაც და ამან გამიკეთა და გამიკეთა, რა ვიცი. და ძალიან ბევრი მომენტიც მქონდა ისეთი, რომ შვილი დამეკარგა, მაგრამ იბრძოლა, ჩემი ნარჩუნა ის ორი პატარა და დღეს ასეთი ბედნიერი დედა რომ გავხარ. აი მადლობელი ვარ მისთვის. აი კეთს ვიხრი მის წინაშე. კოცნი ძალიან ბევრი. 4 თვე სანდრასთან ცხოვრობდა, არ გამომატარა. მე დავიწყე საქმე, მე უნდა დავასრულო. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ დონეზე მოსულიყო ჩვენი ცხოვრება. წაიყვანა ოჯახში, როგორც თავისი და ისე ული და ისე აკეთებდა ყველაფერს და ბოლოს გადავწყვეტეთ, რომ წამოსულიყავით რა საქართველოში, როდესაც ამ შედეგი დადგა, საქართველოში წამოსვლა გადავწყვეტეთ. ეკას ორსულობა რომ გავიგეთ, პირველი რეაქცია სიხარული იყო. ისეთი თითქოს მთელმა სამყარომ ერთად ამოისუნთქა, მაგრამ ამ სიხარულთან ერთად რაღაც შიში შემოეპარა გულს. თითქოს არ მინდოდა გამეხარებინა ბოლომდე, სანამ დარწმუნებული არ ვიქნებოდი, რომ ეს ბედნიერება ნამდვილად დარჩებოდა ჩვენთან. ვიცოდი, რამდენად დიდი გზა ჰქონდათ გავლილი, რამდენი ცრემლი, რამდენი იმედგაცრუება, რამდენი ღამე ლოცვაში გატარებული. ამიტომ ერთი სურვილი მქონდა, რომ ეს ორსულობა არ გამქრალიყო ჰაერივით. ეკა ჩემთან წამოვიყვანე, 4 თვე იყო ჩემთან. ჩემს თვალწინ იზრდებოდა არა მხოლოდ მისი მუცელი, არამედ მისი იმედიც. ვცდილობდი ყველაფერი გამეკეთებინა. თითქოს ჩემი ბავშვი იყო, ჩემი სისხლი და გული. სქესის ამომცნობი ფართიც გადაუხადეთ სიმბოლურად. ყველაფერი იმ სიხარულით თითქოს ჩვენს ოჯახში ახალი სიცოცხლე ემატებოდა. და მერე მოვიდა ის დღე, როცა რეალური საშიშროება დაგვატყდა თავს. ბავშვების დაკარგვის საფრთხე, სიტყვებიც კი არ ყოფნის იმ შიშის აღწერვისთვის. სასწრაფოდ მოხერხდა მედიკამენტური ჩარევები. მე მხოლოდ ლოცულობდი ისე, როგორც დედა შვილისთვის. ღმერთო არ წაგვართვა ის, ვისთვისაც ასე დიდი გზა იარეს. საბოლოოდ ბავშვები გადარჩნენ. ეკა წავიდა საქართველოში, მაგრამ მის წასვლასთან ერთად თითქოს ჩემს გულშიც დარჩა ნაწილი იმ 4 თვის. დღემდე მახსოვს, როგორ მეღიმებოდა, როცა მას უყურებდი. ქალი, რომელიც წლების შემდეგ პირველად ერქვა დედა და მე ქალი, რომელსაც ეშინოდა ეს ბედნიერება ხანმოკლე არ აღმოჩენილიყო. ჩამოვედით საქართველოში, აკაც დავაყენე კლინიკაში, ყურადღების ქვეშ, ყველა კვირაში მივყავდა უკეთებდი ყველაფერს, ანალიზებს, რაც საჭირო იყო. აკაც ძალიან კარგი ექიმი შეხვდა. მითხრა, რომ უნდა მივახციოთ იმას, რომ ინკუბატორში არ უნდა მოხდეთ. 9 თვეს უნდა მივახციოთ. ამიხსნა ყველაფერი და მართლაც მივახციეთ იმ 9 თვეს. ჩავჯეგეთ მანქანაში და ჩავედით ბაურში. იქ ვინც თუ ჩემი ახლობელი იყო, ჩემი საშინაურო იყო, ჩემი ოჯახის წევრები. ჩემი სანდრაც მოდიოდა, მაგრამ ვერ ჩამოვიდა. მაშინ უბედურება მოხდა, ავარიაში მოხდა. ეს ცალკე საფიქრალი იყო კიდე. დავინახე სურათში, გავგვიხდი მეთქია, რა ხდება. ასე და ასე დამემა. მართლა ჩვენი შინაურობა, ჩვენი ყველა იქ იყო, შევედი ექიმთან, უთხარი რომ ასე და ასეა. ჩამოვიყვანე პაციენტი და საქმეს უნდა შევხედოთ ახლა. გამოგვიღეს ექთანი. დასვეს ჩემი მეუღლე. სავარძელს და წაიყვანეს და ეს ტირის. ერთი სული მქონდა, რომ ეტირა და აი ტირილის ხმა გამეგონა. და ბედნიერი წუთი იყო, რომ დაივარდნენ და ტირილის ხმა რომ გავიგონეს სიო.
ბედნიერი წუთები ყოფილა. ძალიან ბედნიერი. ჩემი ძმა ვერ ჩამოვიდა ბუგეთში იყო ის ტირის და მისი მეუღლე ჩემი სანდრა იქტირის აქ ჩვენ სიხარულის ცრემლები შამპანურებს და დღეს ვისვრიდით და სადღეძოლოსო იქეთ ხალხი ტიროდა უცხოური ძალიან ბედნიერი წუთები ცხოვრება აი ეს ჩემი ბედნიერი წუთები ყველა დიდას გამოიყენებს. დამიძახეს ტყუპების მამა ამოვიდესო შევედი ასეთ პატარა ხუთში ჩემი პატარები ჩასმული შეტრიალებულ შემოტრიალ შემიყვანეს ოთახში და გაიხადე უტანზეო ზემოლა მეთქი შვიდობა მე არა ეს ასეთი პროცედურებია დაწექიო დავწექი და ორივე ჩემი პატარა დამაწყეს გულზე დრო დამაწყეს და გაჩერდნენ აღარ დაუპტირია განათდა ცხოვრება განათდა შეიცვალა ფერადი გახდა უფრო კარგი გახდა იმედიანად ვარ დავით გახარებული ვარ ახლა ბედნიერი ვარ ძალიან და გავიწყდათ ის 23 აი ის წლები აღარ მახსოვს უკვე აი აღარა საერთოდ ჩვენ ლაპარაკიც აღარ ამაგას ის 23 წლის განმავლობის წლები დავიწყებული აღარა ახლა სხვა ცხოვრება ჩვენი ცხოვრება დაიწყო ახლა 23 წლის შემდეგ შევულწეთ ახლა და დავიწყეთ ახალი ცხოვრება დაიბადა ორი პატარა ჩვენი ანა და მარი ძალიან საყვარლები ძალიან მოსიყვარულეები ჩვენი ფიქრი დღეს ეს არის ჩემი ოცნება იყო რომ შვილი მყოლოდა ოღონ ჩემ გულში რაღაცნაირად მინდოდა რომ გოგოები მყოლოდა მაგრამ ღმერთმა ეს ოცნება წამეს ძალიან ბედნიერი დედა ვარ ძალიან ვინ გაცლის გოგოს დაბის აი მე ოღონ შვილი ერქოს და რა თქმა ის იყოს შვილია ჯამრთელი იყოს აი დრო წავიდა შვილია და всё ჩვენი საფიქრალი ის არის ახლა მესენი რომ და გაიზარდო როგორც ჩვენს ოჯახს გაუხარდება ჩვენს ქვეყანას გაუხარდება ნასწავლები განათლებულები ბედნიერები აწე სხვა საფიქრალი გვაქვს ჩემო მეუღლე ადრეს სხვა საფიქრალი ქონდა ახლა სხვა საფიქრალი შევცვალეთ საფიქრალი უფრო კარგია ხო ხედავ შევცვალეთ ცხოვრება შევცვალეთ ძალიან კარგი იმ დღიდან როცა ჩემ შვილებს პირველად შევეხე თითქოს მთელი ჩემი ცხოვრება თავიდან დაიწერა მათ პატარა ხელებში იყო ის ბედნიერება რომელსაც 23 წელი ველოდი ხანდახან ვუყურებ როგორც ძინავთ მარტო ვზივარ მათ გვერდით და ვერ ვიჯერებ რომ ეს ყველაფერი მართლა ჩემია ვეკითხები თავს ნუ თუ ეს მე ვარ ნუ თუ ეს ჩემი შვილებია და ყელში წაჭერილი ბურთივით ამომივარდება ტირილი ნეტა ვიცოდეთ რამდენჯერ გავბედე ოცნებაც კი ამის შესახებ რამდენჯერ და რამდენ წელს ვხედავდი თავს სწორედ ასე ორ პატარა სიცოცხლესთან ერთად ახლა კი როცა მათთან ერთად ვარ მთელი ჩემი ტკივილი თითქოს მიჩუმდა ძვლები აღარ მტკივა სული აღარ მეხუთება გული აღარ მეკუმშება იმ ძველი შიშით რადგან ჩემი ბავშვები აქ არიან ჩემს ხელებში ყველაზე მეტად მათი მზერა მეყვარს პატარა გამოუცდელი თვალებით როცა კისკისებენ თითქოს მათში წლების ლოცვები ჩამესმის ყველა სიტყვა რომელიც მუხლებზე დგომით მithქვამს ყველა მოსუნთქვა რომელიც ღმერთთან მიმიტანია და ახლა როცა მათ უყურებ ვგრძნობ რამდენად ღირდა ეს ყველაფერი ღირდა ყოველი ცრემლი ყოველი წელი ყოველი გაუთენებელი ღამე ჩემო ღმერთო ვისაც ასე სიყვარული არ უგრძნია ვერ გაიგებს რა არის როცა ბავშვი გიდევს მკერდზე და შენ შიგნით მთელი სამყარო დნება როცა მისი სუნთქვა შენს ცხოვრებას წყვეტს ახლა მივხვდი დედობა არ არის მხოლოდ სტატუსი ეს არის სული რომელიც გეუფლება და არასდროს გტოვებს მე დედა გავხდი და როცა ჩემ შვილებს უყურებ ხედავ როგორ შემივსო ღმერთმა ყველა მანკიერი სიცარიელე ეს ორი პატარა სასწაული ჩემი გამარჯვებაა ჩემი ახდენილი ოცნებაა ჩემი მთელი სიცოცხლე ორ პატარა სხეულშია და ყოველ ჯერზე როცა მათ ხელს ვეხები დარწმუნებული ვარ რომ სიყვარული არასდროს გამიგრება აწე სხვა ცხოვრება დაიწყო ხო წაღარავთ 23 წლის მერე ახალი ცხოვრება დაიწყო ახალად შეუღლი ჩვენი ბედი ესე ასე უნდა მომხდარიყო ასე უნდა გვენერვიულა და ბოლოს ასეთი შედეგით უნდა დამთავრებულიყო ეს ყველაფერი და დამთავრდა ამ ოჯახს ერთიანობა არასდროს მოჰკლებიათ ერთი ქალი ყავდათ ფუძეთ დედამთილი რომლის ოცნება მთელი ცხოვრება ერთი იყო ღმერთო ისი არ წამიყვანო რომ ჩემი ედოშვილები არ ჩამახუტო ის უხმოდ ტიროდა ამ სურვილით და უფალმა დიდსა და გამგებელს მოასწრო
იმ ქალს, რომლის სულით სიტყვოთი და სიყვარულით სავსე იყო, იმიერში წასვლამდე ლოცვად ქცეული, საოცნებო საჩუქარი მიიღო. შვიდად წავიდა, რადგან იცოდა, რომ შვილიშვილები მოდიოდნენ. ახალმა სიცოცხლემ მაინც მოასრო მის გულს. დღეს ეს ოჯახი ერთად დგას, სიყვარულით, მადლიერებით და იმ ადამიანების ლოცვით, რომლებმაც ზუსტად იციან, სასწაულები ყოველთვის იქ მიდის, სადაც უშიშრად ბრძოლას აგრძელებენ საოცნებო ცხოვრებისკენ. მე შენი ძალიან ვამაყობ, შენი ბედნიერი დედა ვარ. მიყავდა და მე ამაყები ყოველთვის. დიდი მადლობა ყველაფერთვის. ეს იყო ისტორია, რომელიც არა უბრალოდ ორსულობის, არამედ სიცოცხლის ხელახალი დაბადებაც იყო. და დღესაც, როცა ამ ყველაფერს ვიხსენებ, მხოლოდ ერთს ვამბობ: ღირდა თითოეული ცრემლი, შიში და უძილო ღამე, რადგან საბოლოოდ ეს ყველაფერი სიცოცხლედ გადაიქცა. სანდრა მედის მისია შესრულებულია.